გამარჯობათ, მოგესალმებით, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. დღის წესრიგზე გამოტანილი გვაქვს ერთი საკითხი, რომელიც ბიურომ დაჩქარებულად დაამტკიცა. ეს საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს კანონის პროექტის ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე და მისი თანმდები საქართველოს კანონების პროექტების ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა, მოგზადებელი გვყავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინა წაქაძე. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. მოგესალმებით თქვენს გუნდს. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, რომ ბრძანდებით ჩვენთან ერთად იხილავთ ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს. სავალდებულო კომიტეტები ჩატარდა უკვე, ჩვენ ვართ წამყვანი კომიტეტი, ამიტომ გვექნება სესიის შემდეგ მეორე და მესამე განხილვები ამ კანონის. გისმენთ ქალბატონო ირინა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო ზაზა. რადგან წამყვანი კომიტეტია, ალბათ ცოტა მეტად დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიდრე წინა კომიტეტების შემთხვევაში. კონსტიტუციური მობით გაითვალისწინა სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირების ცენტრალური მოდელი. ამ მოდელის თანახმად სახელმწიფოს უნდა დაეფუძნებინა ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულება, რაც ასეც მოხდა. მთავრობის განკარგულებით შაშან 1 ოქტომბრისთვის ჩვენ დავაფუძნეთ ცენტრალური სისხლის დაწესებულება, მან რეალურადაც დაიწყო ფუნქციონირება და ამ დაწესებულების ფუნქცია, რაც განასხვავებს მას დანარჩენი სისხლის დაწესებულებებისგან, ის არის, რომ მან ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს სისხლის მარაგების მართვა და ასევე უნდა უზრუნველყოს ის, რომ ხელმისაწვდომი იყოს მთელი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე სისხლი და მისი კომპონენტები არ შეიქმნას დეფიციტი და ყველასთვის კლინიკებისთვისაც და პაციენტებისთვისაც სისხლის საჭირო სათანადო მარაგი იყოს შეუფერხებლად ხელმისაწვდომი. ამავდროულად კანონმა გაურკვევლად დატოვა საკითხი 2026 წლის 1 აპრილიდან რა ბედი ეწევათ იმ დაწესებულებებს, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ, ის 23 დაწესებულება, რომელსაც აღებული აქვს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ისინი თავის საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ. სხვა შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო მათ არ ვისმენდა ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობას. აი ამ საკითხზე 2022 წლის კანონი სამწუხაროდ ასე პირდაპირ პასუხს არ იძლევა. იმის გათვალისწინებით, რომ ახლად შექმნილი ცენტრალური სისხლის დაწესებულება მაინც ასე ვთქვათ, თავისი ფუნქციონირების საწყის სასტარტო ეტაპზე იმყოფება და მას არ აქვს ის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა თუ დაუშვათ იმ თანამშრომლების და პერსონალის ის ოდენობა, რის მეშვეობითაც ის შეძლებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით აი ამ სისხლის მარაგების მართვას და ქვეყნის უზრუნველყოფა საჭირო ოდენობის სისხლით და მისი კომპონენტებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რომ მივცეთ საშუალება დღეს დანარჩენ იმ დაწესებულებებს, 22 დაწესებულებას, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება. აი იმ გაანგარიშებით, რომელიც ჰქონდა 2022 წლის კანონს, ამ გაანგარიშების თანახმად, იმისთვის, რომ ეს ერთჯერადად დაფუძნდეს ცენტრალური სისხლის დაწესებულება და მან რეალურად დაიწყოს თავისი როლის შესრულება, საჭიროა ერთჯერადად 16 მილიონი ლარი და ნუ შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს თანხაც მომდევნო წლებშიც რაღაცა გარკვეული ოდენობის თანხა იმისთვის, რომ მან იმ სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლოს, რაც კანონმდებლობით მოითხოვება. მეორე მხრივ ნახეთ, არსებული კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, რომც გაუქმდნენ დღეს ის სისხლის დაწესებულებები, მათ იქონება აი ასე პირდაპირ მარტივად გადმოეცეს სახელმწიფოს ან თუნდაც ამ ახალ ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას. ამიტომ გამოდის რაღაცნაირად ისეთი არამიზნობრივი და არარაციონალური ორმაგი ხარჯი გამოდის, რომ ამ სახელმწიფო დაწესებულებამ ერთი მხრივ აღიჭუროს იმ აპარატურით, რომელიც დღეს იმ დაწესებულებებს უკვე აქვს და გაუქმების შემთხვევაში საწავა ეს აღჭურვილობა და აპარატურა გაურკვეველი არის ეს საკითხი. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ
ამ დაწესებულებებს მივცემთ საშუალება ფუნქციონირების გაგრძელების, თუმცა აუცილებლად ახალი კანონმდებლობის ზედმიწევნით შესრულების და დაკმაყოფილების პირობებში და ახალი სალიცენზიო პირობების ეტაპობრივად დაკმაყოფილების პირობებში. თუ ამ ეტაპობრივად დაკმაყოფილებაში ვგულისხმობთ სამ ეტაპად დაკმაყოფილებას, პირველი ეტაპი იქნება შედარებით მარტივი და უფრო გართულდება სალიცენზიო პირობები და თუ რომელიმე ეტაპზე დაწესებულება ვერ შეძლებს ამ პირობის დაკმაყოფილებას, ცხადია, მას ეს ათროდო კონტროლი და ზედამხედველობა განხორციელდება და იმ მომენტიდან ის შეწყვეტს ფუნქციონირებას და ლიცენზიაც გაუქმებულად ჩაითვლება. ეხლა იმისთვის, რომ ჩვენ მეტნაკლებად ეს სტატუს quo შევინარჩუნოთ და საბოლოოდ მაინც ნამდვილად ცენტრალიზებისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ აი ეს პერიოდი, როცა დანარჩენ დაწესებულებებსაც ეძლევათ ფუნქციონირების გაგრძელების შეძლება, მაინც ერთგვარი გარდამავალია. გარდამავალი, რომელიც დროით შემოსაზღვრული არ არის, შეიძლება ის არ ვიცი 10-20 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაც 22 წლის კანონმა რა მოდელიც აიღო და შემოგთავაზა, ანუ ცენტრალიზებული სისტემა. აი ამისკენ უნდა წავიდეთ და იმისთვის რომ აი ეს სიტუაცია ამ წუთას როგორც არის შევინარჩუნოთ, ამიტომ 1 აპრილიდან მინიმუმ ახალი სუბიექტი ამ ბაზარზე აღარ უნდა შემოვიდეს. ახალი საქმიანობის ლიცენზია 1 აპრილიდან არ გაიცემა, მაგრამ როგორც თქვით, დანარჩენები შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. აქვე ვფიქრობთ, რომ ის დაწესებულებები, რომლებსაც ევალებოდათ, რომ გარდაქმნილი იყვნენ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებად და ეს ვერ მოახერხეს და ამისთვის კანონი დადგენილი ვადა იყო შაშან 1 ოქტომბერი, მათაც მივცეთ ფუნქციონირების აღდგენის და გაგრძელების შესაძლებლობა, რატომ უნდა დაუკარგოთ მათ ეს საშუალება, ისინიც ჩვეულებრივად აღჭურვილი არიან იმ აპარატურით და იმ თანამშრომლებით, რაც დანარჩენი დავუშვათ ეს არასამეწარმეო იურიდიული პირები. და ასევე რჩება კიდევ ერთი კატეგორია სტაციონარული დაწესებულებების, აი ეს სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ სისხლის დაწესებულების ფუნქციებს. მათაც ვაძლევთ ვადას 1 ივნისამდე, ხო, თორემ 1 ივნისამდე გვაქვს აღებული ვადა, რა ვადის განმავლობაში ისინი გამოეყოფიან აი ამ სტაციონარულ დაწესებულებებს, ცალკე დარეგისტრირდებიან IP-ბად, IP-ის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით, აიღებენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას და ჩვეულებრივ სხვებთან ერთად შეუდგებიან ამ ფუნქციების განხორციელებას. სტატისტიკა პრინციპში ამაზე უკვე ვისაუბრეთ, 23 დაწესებულება ფლობს ცენტრალური სისხლის დაწესებულების ჩათვლით დღეს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას, 17-მა მოახერხა და აკმაყოფილა კანონმდებლობის მოთხოვნები და გარდაიქმნა IP-ბად, 5 არის შპს-ის ფორმით ფუნქციონირებადი და 1 სააქციო საზოგადოებად და ისინი თუ მოინდომებენ 1 ივნისამდე გარდაიქმნებიან IP-ბად თუ არა და ჩამოშორდებიან ამ სფეროს და შეწყვეტენ საქმიანობას. ეხლა რაც შეეხება უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლის საკითხი. ეხლა ზოგადად რატომ უანგარო დონაცია თქვენთან ცოტა მეუხერხულება კიდევაც ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით ეს თემა, მაგრამ ვთქვათ, მაინც მოკლედ. კი ბატონო, კი. ეს არის მსოფლიოში ოქროს სტანდარტი. პირველ რიგში არის აღიარებული როგორც ეთიკური და მორალური ნორმა, იმიტომ რომ არა მარტო სისხლისთვის და მისი კომპონენტებისთვის, არამედ ზოგადად ადამიანის ქსოვილებისთვის, უჯრედებისთვის, ორგანოებისთვის, იმიტომ ხდება ამ ყველაფრის გაღება თანხის ან მატერიალურ სახელმწიფოებს, რომ მათ დანერგონ თავის ქვეყანაში ესეთი პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს 100%-ით საბოლოო ჯამში უანგარო დონაციაზე გადასვლას. ეხლა პირველ რიგში ამას მარტო მორალური მხარე არ აქვს, ხარისხის და უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთი გარანტია, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ფასიანი დონაციის შემთხვევაში დონორები სამწუხაროდ არიან მოწოდებული არაკეთილსინდისიერი დონორები გითხრენ, რომ დაამალოთ მეტნაკლებად თავისი ჯანმრთელობის პრობლემები და ეს შეიძლება საბოლოო ჯამში რეციპიენტზე ან პაციენტზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს, ლეტალურ გამოსავლამდე შეიძლება ამანი გვეყანოს და სხვათა შორის თვითონ დონორისთვისაც არ არის უსაფრთხო, იმიტომ რომ ზუსტად იგივე მოტივებით მან შეიძლება დაამალოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საკუთარ თავსაც შეუქმნა საფრთხე, არა მარტო პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, თვითონ ახლა ეს ფასიანი დონაცია ითვლება, რომ თვითონაც ხარჯიანია, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული დაწუნებული დონორისგან მიღებული სისხლი, რომელიც არაფერში არ არის გამოსადეგი და მეორე მხრივ მისი აღებისთვის, შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის გარკვეული თანხა არის უკვე გაღებული, მას სხვა დანიშნულება არ აქვს და ის უნდა გადაიღვაროს.
ტენდენციებს თუ შევხედავთ ახლა ჯანმის მონაცემებით, უანგარო დონაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის შედარებით უფრო განვითარებულ და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. აგერ ესე იგი ჩვენ მოკლე სტატისტიკაც გვაქვს წამოღებული, 64 ქვეყანა 100%-იან უანგარო დონაციაზე არის გადასული. მსოფლიოში 79 ქვეყანა 90%-იან უანგარო დონაციაზე და 54 ქვეყანა, რომელიც აი 50-50-ია ფასიანი და ნათესაური დონორები და აქეთ მეორე მხარეს უანგარო დონორები და ახლა ჩვენ ტენდენციას რო შევხედეთ, ეს არის ძირითადად აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სადაც ეს ფასიანი დონაცია მაინც ასე თუ ისე შენარჩუნებულია და ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ აქაც გეზი არის აღებული ფასიანი დონაციის ხვედრითი წონის შემცირებისკენ და უფრო ასე ვთქვათ უანგარო დონაციაზე გადმოსვლისკენ. ეხლა საქართველოს სიტუაციას რაც შეეხება, დღეს უანგარო დონაციების ხვედრითი წონა არის 45-50%. და იმისთვის რომ ჩვენ 1 აპრილიდან თუ უცვლელებას არ შევიტანთ კანონში, რამდენიმე დღეში მოგვიწევს და თუ ის იმ ფორმულირებით ამოქმედება როგორც არის, 1 აპრილიდან მოგვიწევს 100% უანგარო დონაციაზე გადასვლა, რისთვისაც ეს მაჩვენებელი გვაჩვენებს, რომ მზად არ ვართ. ამისთვის არის აუცილებელი, რომ სახელმწიფომაც, სექტორმაც და თვითონ საზოგადოების მხრიდან უნდა ჩამოყალიბდეს პირველ რიგში ჯანსაღი დამოკიდებულება და სახელმწიფო და სექტორმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის თავზე, იმიტომ რომ აქ უნდა ჩატარდეს, არ ვიცი, უანგარო დონაციის საინფორმაციო კამპანიები, ახალგაზრდებთან განსაკუთრებით აი საზოგადოების ესეც ცალკეულ სექტორში ესეთი ძალიან ინტენსიური მუშაობა, განსაკუთრებით აი ახალგაზრდები, იმიტომ რომ ისინი არიან პოტენციური და სიცოცხლის მანძილზე, ასე ვთქვათ, ისეთი ძირითადი მასა უანგარო დონორების და საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური ტვირთი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს და ბატონო ლადო თქვენ ბრძანეთ ერთხელ, რომ ამ მიდგომებმა უნდა გამოზარდოს უანგარო დონორები და ძალიან მოგეწონა ჩვენ ეს ფრაზა. თავიდან უნდა გაიზარდოს, უნდა გაჩნდეს რაღაც ახალი სუბიექტი, უანგარო დონორი. დღეს ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უანგარო დონორები გვყავს, რა თქმა უნდა, 50% ვამბობთ, რომ უანგარო დონაცია, მაგრამ აი უანგარო დონორი, როგორც რაღაც ახალი წარმონაქმნის სუბიექტი, აქ ცოტა სხვა ცნობიერების ჩამოყალიბებაზეა საუბარი და ნელ-ნელა ეს უნდა გავაკეთოთ. ეტაპობრივად და სხვათა შორის აი იმ სალიცენზიო პირობებში, რასაც საუბრობთ, რომ 3 ეტაპად უნდა შემოვიღოთ ახალი სალიცენზიო პირობები და თითო 2030 წლამდე მოუწევთ ამ დაწესებულებს ამ პირობის დაკმაყოფილება, იმისთვის რომ ჩვენ 2030 წლისთვის არ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ იმ წუთას გვაქვს უანგარო დონაციის, არ ვიცი, მაგალითად 80%, ანუ გაუმჯობესებული მდგომარეობა, მაგრამ არა 100. მე რას ვიზამთ, კიდევ ხომ არ გადავავადებთ ამ პრინციპის ამოქმედებას. ამიტომ ვამბობთ, რომ სალიცენზიო პირობებში ჩაუდოთ ჩვენ დღეს ამ დაწესებულებებს უანგარო დონაციაზე გადასვლის ასე ვთქვათ, აი წამახალისებელი ღონისძიებები, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხვედრითი წონა უნდა ჩანდეს სალიცენზიო პირობებში, მაგალითად 2026 წლისთვის, 28 წლისთვის, 30 წლისთვის, რა პროცენტი უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული დონაციების უანგარო. ამით მივაღწევთ 2030 წლამდე 100% უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლას. სტატისტიკას რაც შეეხება, დაახლოებით დღეს 94-95,000 დონაცია ხორციელდება წელიწადში და დაახლოებით 220,000 ტრანსფუზია. კიდევ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ თვითონ აი ამ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული თვითონ სექტორი და სექტორის მხრიდანაც წამოვიდა ძალიან დიდი თხოვნა ამ უანგარო დონაციის პრინციპის ეს ეტაპობრივად გადავადებასთან დაკავშირებით და თხოვნა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ განაგრძონ ფუნქციონირება ახალი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების პირობებში. პრინციპში ძირითად კანონთან დაკავშირებით ეს არის პრინციპების დონეზე ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში, რაც შედის დამატებითი ცვლილება, გულისხმობს ცენტრალური სისხლის დაწესებულების გათავისუფლებას საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური ლიცენზიის აღებისგან და სისხლის პლაზმის ექსპორტის ლიცენზიისგან. ეს იმიტომ, რომ სისხლის დაწესებულება არის დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ, ის სახელმწიფოს სახელით დააფუძნა ეკონომიკის სამინისტრო და შემდეგ მართვაში გადმოსცა ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტრო არის მისი მმართველიც და ფაქტიურად პასუხისმგებელი მის საქმიანობაზე. და მეორე მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დაწესებულება სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც ზოგადად სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას აკონტროლებს. ამიტომ ესაც რაღაცა არარაციონალური იქნებოდა ერთი სისტემის ორი სხვადასხვა დაწესებულების მიერ ერთმანეთის კონტროლი. საწარმო ტრანსპორტ ოქტომბერს აი გაუქმებული პრინციპის აღდგენას, რომელიც ამბობს, რომ დონორისთვის გადახდილი ფულადი თანხა, რადგან ჩვენ ამ ასე ვთქვათ ფასიანი დონაციის პრინციპს მაინც ისე მცირე ნაწილში, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ 2030 წლამდე დონორისთვის გადახდილი თანხა რომ გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან, ეს არის ძირითადი შინაარსი. პრინციპების დონეზე ეს იყო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირინა. ჩვენ კომიტეტს კარგად ახსოვთ 22 წელს მიღებული ეს კანონი და მაშინაც ჰქონდა ჩვენ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები ამ კანონებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვითავისებთ ჩვენ პასუხისგებლობასაც, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენი კანონების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონებთან, მათ მიახლოებას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დრო დავკარგეთ იმისათვის, რომ უანგარო დონაციისათვის მეტი დრო, მეტი ხარჯი გაგვეღო, რათა ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად მიგვიახლოებია ჩვენი სტანდარტები, თქვენ კარგად ბრძანეთ ეთიკური და მორალური ნორმაო ეგ სიტყვა და ძალიან მართლაც დავამახსოვდა, რომ თითოეული მოქალაქის ვალდებულება არის უანგარო დონაცია. რაც მინდა გითხრათ, წელიწადში ორჯერ პარლამენტშიც ვატარებთ ამ აქციებს და რაც მაგალითი გვინდა ჩვენი დავიწყოთ და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მოუწოდოთ, რომ უანგარო დონაცია ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, თუმცა თქვენს მიერ გაწერილი ეს თარიღები ალბათ გადამავალი 2030 წლამდე მოიცავს იმ პერიოდს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რათა სრულად გადავიდეთ უანგარო დონაციაზე. დანარჩენი ტექნიკური საკითხები დარწმუნებული ვარ, რომ მოგვარებადი იქნება, უბრალოდ მეტი ყურადღება და ერთობა დაგჭირდება აქ 22-ვე დაწესებულებასთან და ის რომ 4 დაწესებულება ჯერ კიდევ რჩება შეპესეთ, ალბათ ესეც ალბათ სადღაც რაღაც თანადგომა ვერ გაუწიეთ ამ დაწესებულებებს დროულად, თუმცა ისინი ფუნქციონირებენ და სათანადოდ ეხმარება ჩვენს მოსახლეობას და კლინიკურ დაწესებულებებს. შეკითხვები დიახ, ქალბატონო ირმა გისმენთ. მოგესალმებით, ქალბატონო ირინა. მე ბატონი მზაზას ნარატივს გავაგრძელებ 2022 წელსაც ამ კანონის მიმართ ევროდირექტივის ნაწილში აუცილებლობიდან გამომდინარე მაშინაც ვიძახდით ჩვენ რომ საკმარისი დრო არ იქნებოდა იმისთვის რომ ეს ყველაფერი უანგარო დონაციაზე გადასულიყო, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ეს გასაკეთებელია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი სპეციფიკა და ამ სპეციფიკის გათვალისწინებით არის ეს სწორი ადაპტირებული ფორმა ნებისმიერი კანონმდებლობის გადმოღების შემთხვევაში, რომ ადაპტირებული იყოს ადგილობრივ და სპეციფიკის გათვალისწინებით. მე მაქვს რამოდენიმე კითხვა, რა თქმა უნდა. არსებული სისხლის ბანკის რაოდენობა, რაც გვაქვს ჩვენ, არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში ითვლებოდეს, რომ სისხლით უზრუნველყოფილია ყველა კლინიკა, ყველა პაციენტი და პრობლემა ჩვენ არა გვაქვს არსებული, რაც არის ის. საინტერესოა ეს ერთი. მეორე, თქვენ თქვით, რომ 23 იყო, 5 ვერ ფუნქციონირებს, თუ უბრალოდ ვერ გახდა IP. ამის დაზუსტება მინდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს 5-იც IP-ად გარდაიქმნება, სტაციონარებიდან გამოვა და ცალკე იქნება კიდე რომელიც სტაციონარზეა მიბმული, რა რაოდენობა იქნება ერთად და ის თუ იქნება საკმარისი მოთხოვნილების ადეკვატური. ეს კითხვა მაქვს და კიდევ ერთი, თქვენ თქვით, რომ ლიცენზირების ახალი ფორმა შემოგვაქვს სამეტაპიანი, ხო სწორად გავიგე? სადაც გაწერილი იქნება ამ ეტაპისთვის 1 აპრილის შემდეგ არავის ლიცენზიას აღარ ვაძლევთ და მერე უკვე ახალი ლიცენზირების ფორმით გვექნება საშუალება ახალი
დამატების თუ არსებულის გადასვლა ახალი სალიცენზიო პირობებზე და რა განსხვავებაა დღევანდელ სალიცენზიო პირობებსა და თქვენს მიერ შემოთავაზებულ სამეტაპიან სალიცენზიო პირობებს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არის თუ არა და ამ ეს განსხვავება არის თუ არა დამოკიდებული სისხლის უსაფრთხოების ნაწილთან. მადლობა, კიდე შეკითხვები დიახ ბატონო. დავაგროვოთ ხალბატონოებიდან და ერთად გიორგია, ნამდვილად. დიდი მადლობა მოგესალმებით სულ. აი მე დიდი თქონდა კომიტეტი განათლების და იქ დავისხე ასე. პატრიარქის ჯანმრთელობა მინდა ვისურვო და ყველა საზს გამოთქვამ, რომ ღმერთს თხოვოთ, ვილოცოთ პატრიარქის სიცოცხლისათვის, მანეს დაიმსახურა მისი სიდიადით, მისი ისტორიით. სიზდენასთან გვაქვს საქმე პატრიარქის შემთხვევაში. აი კონკრეტული შემთხვევა. რადგან დაგჭირდება სისხლი და მობილიზებული უნდა დავხდეთ და ასეთი ყოველი შემთხვევა თითოეულ ადამიანს შეიძლება შეემთხვას. შეზღუდული დრო ენიჭება ადამიანს 18-დან 65 წლის ჩათვლით იყოს დონორი. დონორობა ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. შენ მთელი შენი ცხოვრება უნდა მიუძღვნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრო, ეს შენს დაგიცავს და მერე შენი ცხოვრების, შენი საჩუქარი სიცოცხლის ნაწილი უწილადო პოტენციურად ვისაც შეიძლება გაუჭირდეს. მე ამ საკითხებს ბატონმა ზაზა სწორად გავასვა. დიდი ნაწილი ჩემი ზალი რა ხოლმე ექიმი ალბათ აი სტუდენტები ვინც არიან და ახალგაზრდები იმათაც აქვს გამოსილი თავისაზე. რამხელა პასუხისმგებლობა და რამხელა დიდი შვება არის, როდესაც შენი გაღებული სისხლით ვიღაც ადამიანს შეეწევი. მე მაგალითები მომყავდა, აი კარგად მოიყვანა ქალბატონო ირინამ აბსოლუტური უანგარო დონაცია. უანგარო დონაცია ეს ძალდატანებით არ ხდება, ეს არის კულტურის ნაწილი, ეს არის აღზრდის ნაწილი, ეს არის შემეცნების ნაწილი, ეს არის შენი თავის მზაობისათვის ეტაპობრივად მომზადების. მაგალითად ავსტრიელს რო ვუთხრა, ეს საკითხი რომ უანგარო დონაციაო, გაუკვირდება რა სიტყვას, რატო ასე თქვა, რატო მოიტანეთ უანგარო. ჩვენთან ჩემი სისხლი ჩემ ქვეყანას ეკუთვნის. ასე იტყვის ავსტრიელი. ის არასოდეს ამაში ფულს არ აიღებს ამ გაღებული სისხლის სანაცვლოდ და მთელი ცხოვრებაც შეგნებულად დიდი პატივია მისთვის, რომ მე სადღაც ვიღაცას უსახელო დახმარება გაუწიოს უანგაროდ ხალხოსამ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს ბატონო ზაზამ ძალიან სწორი ბრძანა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის თვითგანახლების პროცესში დონაციას გაღებულ სისხლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ძვლის ტვინის სტიმულირებისათვის და ესეც განათლებისა და კულტურის ნაწილია და ეს ოჯახში, სკოლაში, უმაღლეს დაწესებულებაში ეს პირადი მაშინ პარლამენტში ყავს კაცი 58 ჯერა გაღებული სისხლი და ამ ყავს არიან ადამიანები არ მინდა ხა სახელი და გვარით ყველა წავასახელო, მაგრამ ის იმათ თარიღები აქვს. ჩემ დაბადების დღეზეო, შეუღლების დღეზეო, შვილების დაბადების დღეზეო, კაც 5-6 დღე, რომელსაც სისხლს გავცემ ხოლმეო. და როგორი ისეთი კარგი მოსასმენია ეს, რომ შეეწევა თავისი უანგარო დონაციით, ეს უანგარობის ნაწილში. პირველი ნაწილი. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ 220,000 ტრანსფუზია კეთდება წელიწადში. ეხლა წარმოვიდგინეთ, ჩემო ძვირფასება, მე მაყურებლისათვის, მსმენელისათვის ლაპარაკობ. აქედან ნაწილი არის გეგმიური სისხლი. ნაწილი არის ურგენტი. აი სიტყვა ურგენტი. სისხლი უნდა იყოს მარაგში. სისხლი უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. სისხლი უნდა იყოს ძალიან მოკლე დროში მიწოდებადი. აი ზრუნვა, სახელმწიფო ზრუნვა, პოლიტიკა ამ საკითხზე. მე იმიტომ პოპულარული ენაზე ვლაპარაკობ შეგნებულად. ამ შემთხვევაში, ამიტომ საჭირო არის ეს მარკი. ეხლა ჩემი კითხვა რა, ეს იყო შესწავლის ნაწილი. ერთადერთი კითხვა მაქვს. დღეს მოქმედი რეგულაციის დროს, როდესაც უკვე გვაქვს ჩვენ ცენტრალური ორგანო, როგორ ურთიერთობაში იქნებიან დარჩენილი 4 წლის მანძილზე ისინი დანარჩენებთან?
ეს იქნება კოლაბორაცია, ეს იქნება ურთიერთგაზრდობა თუ ისე დარჩება როგორც დღეს არის კონკურენტული გარემო, სადაც ისინი ერთმანეთთან კონკურენტები არიან რაღაც გარემოების გამო. და ის კარგი კარგად ბრძანა სამი ეტაპი ლიცენზირების გართულების თემაზე. ეტალონი უნდა მივცეთ და ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო, რომელსაც ცენტრალური ჩვენი სისხლის ორგანო უკვე აკმაყოფილებს სახელმწიფო მაიღომაზე პასუხისმგებლობა და დანარჩენები უნდა გაუტოლდნენ ამ 4 წელიწადში. აი ამ შემთხვევაში თუ ისინი ამას არ აკეთებენ, დაჟითი მექანიზმი ამოქმედება თუ რატებით შემოსწრდებიან ამ სამსახურს. მადლობთ. მადლობა ბატონ ვლადიმერ. შეკითხვები გვაქვს კიდევ? თუ არ გვაქვს ერთს დავამატებ, კიდე 1 ივნისამდე პირველი თარიღი გვაქვს ჩვენ 26 წლის და ამ ორ თვეში მოასწრებენ კი გადასვლას, აი ხო არ ვიფიქროთ 1 ივლისამდე და არა 1 ივნისამდე. ორი თვე საკმარისი იქნება, როგორ ფიქრობთ, ხალბატონო ირინა? დიდი მადლობა, მოგისმენთ. დიდი მადლობა თქვენი შეკითხვებისთვის. ქალბატონო ირმა, თქვენი შეკითხვა იყო არსებული დონაციების რაოდენობა და ტრანსფუზიების რაოდენობა თუ არის საკმარისი დღეს ქვეყანაში არსებული მთელი, ასე ვთქვათ, ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ნახეთ აქ როგორი საინტერესო სიტუაცია არის. ესე იგი, მთლიანობაში ჩვენ ვამბობთ, რომ წელიწადში 94,000-დან 95,000-მდე ტრანსფუზია ხდება. ბოდიში დონაცია ხდება. მთლიანობაში ეს შეიძლება ითქვას, რომ არის საკმარისი, თუ მეშლება, ჩემი კოლეგები შემისწორებენ, მთლიანობაში აქ საკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემა არ გვედგას. თუმცა ნახეთ, აი აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რომ აი როცა პაციენტი წევს კლინიკაში და ძალიან ხშირად ახლა ყველას გქონია ალბათ ისეთი შემთხვევა, რომ როცა პაციენტს სჭირდება ტრანსფუზია, ძალიან ხშირად კლინიკა თხოვს თვითონ პაციენტის ოჯახის წევრებს, რომ იმ გადასხმული სისხლის სანაცვლოდ მან მოიტანოს იგივე ან თუნდაც განსხვავებული ჯგუფის სისხლი. ეს რატომ ხდება ხა ჩვენ რო ჩავეძიეთ ამ სიტუაციას, რომ თუ ხა დიდ ციფრებში მთელ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ამ ტრანსფუზიების და დონაციების პრობლემა არ არის, ესე მთელი წლის სიტუაციას თუ შევხედავთ, მაშინ აი ეს ადგილობრივად რატომ არის და ნუ ასეთი რაღაც აღმოჩნდა, რომ ლოკალური პრობლემები მაინც არის. სამედიცინო დაწესებულებების რა რეზურსის სისხლის სჭირდება, შეიძლება ის სისხლი მას იმ წუთას არ ქონდეს. ამიტომ ადგილობრივად ლოკალურად ეს პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ აბა მაშინ ისმება კითხვა, რომ მთლიანობაში ქვეყანაში პრობლემა რამდენად არ არის, რანაირად არ არის. იმიტომ არ არის, რომ აი დიდ ციფრებში რაღაცნაირად ეს აცდენები სწორდება თორე, აი ეს არის ბალანსდება თორე, ნუ აი ადგილობრივად არის და ზუსტად ნახეთ აი აბსოლუტურად და ნახეთ აი რატო ვამბობთ რომ ცენტრალური სისხლის დაწესებულება რატომ დაფუძნდა. დღეს ეს ცენტრალური დაწესებულება იყო აქამდე 23-დან 1-1 და სანამ ის მართლაც იმ სიმძლავრეებს არ შემოიკრებს, ისთვისაც ის რეალურად არის დაფუძნებული, ის გააგრძელებს ჩვეულებრივად 1-1, ასე ვთქვათ, რიგითი სისხლის დაწესებულებად ფუნქციონირებად, მაგრამ განსხვავება ხომ უნდა იყოს ცენტრალური დაწესებულებასა და სხვა დანარჩენ დაწესებულებებს შორის. და ზუსტად ქალბატონო ირმა, აი თვითონ პროექტშიც ნახავთ თქვენ ამ დაწესებულების ფუნქციები ფართოვდება და იქ პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს დაწესებულება იქნება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაში სისხლის მარაგების მართვაზე. ეს რას ნიშნავს, რომ მარტო ასე ვთქვათ, თავისი საკუთარი ფუნქციები კი არ უნდა შეასრულოს, მარაგების მართვა უნდა შეძლოს. ანუ უნდა ნახოს, აი ადგილობრივად ზუსტად დღეს ეს ლოკალური პრობლემები რაც არის, ამის მართვა, ანუ რომელ კლინიკას, რომელი ჯგუფის და რომელი რეზურსის სისხლი ჭირდება, სად გვაქვს ჩვენ პრობლემა, სად გვაქვს ანუ აი რა ტენდენციებია. მარაგების მართვა ამას ნიშნავს. ეხლა ცხადი ამას ვაცნობიერებთ, რომ დაჭირდება ძალიან სერიოზული ელექტრონული პროგრამა, რომელიც ცოტა თანხა არ ღირს, როგორც ვიცით. და ეს შეიძლება დღეს და ხვალ ვერ მოვახერხოთ, მაგრამ მართვა, აი ფაქტიურად მართლა დღეს და ხვალ უნდა დაიწყოს ამ დაწესებულებამ ქვეყანაში სისხლის მარაგების მართვა, რომ ადგილობრივ დონეზეც კი არ იყოს ეს პრობლემა, თორე მთლიანობაში ეს ერთიან საბოლოო ჯამში ციფრებში
ამას თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს აი ამ დონაციების ნაკლებობის პრობლემა არ არის. ეხლა რაც შეეხება ახალი დაწესებულებები ემატება თუ არაო. ნახეთ, ფაქტიურად ამ 23 დაწესებულებას არ დაემატება არც ერთი ახალი და რატომ? ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, რომ შაშან 1 ოქტომბრამდე გარდაქმნილი იყვნენ აიპებად. დანარჩენები აღმოჩნდნენ, 17 აღმოჩნდა კეთილსინდისირი და დაიცვა ეს კანონის მოთხოვნა და გარდაიქმნა. ეს ნაწილი არ გარდაიქმნა, მაგრამ მათ ფაქტიურად სწორად თუ არასწორად ფუნქციონირება არ შეუწყვეტიათ. აგრძელებენ ფუნქციონირებას. უბრალოდ ახლა ვაიძულებთ ბჭყალებში, რომ თუ უნდათ 1 ივნისის შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელება, კეთილი უნდა ინებონ, აი პირდაპირ ასე ვიტყვი, კეთილი უნდა ინებონ და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები დანარჩენმა 17-მა თუ შეძლო ამათაც უნდა იგივე გააკეთონ და გარდაიქმნან აიპებად. ნუ სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოეთიშებიან ამ პროცესს და ჩვენ დაგვაკლდება პირიქით დაწესებულებები. კი. ნუ სანქციები ხარ, რა სანქცია უნდა იყოს აქ? უბრალოდ აღარ 1 ივნისიდან აღარ ის ლიცენზია მათზე გაცემულია, არ შეუჩერებია არავის საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და აი ეს ლიცენზია შეჩერდებოდა დაწესებულება შეწყვეტ ფუნქციონირებას. არ გამოიწევს ეს გვაქვს გათვლილი და გაანგარიშებული, არ გამოიწევს. ახლა დღეს 5-ია და ამ 5-ზეც დიდი ხვედრითი წონა არ მოდის ქვეყანაში მთლიანად წარმოებული სისხლის, ამიტომ არ უნდა გამოიწევს და რაც შეეხება ახლა სტაციონარის აი სტრუქტურულ ერთეულებს, რაზეც ვამბობთ, რომ აქაც ნახეთ, აქაც სტატუს quo შენარჩუნდება, იმიტომ რომ დღეს როგორი სიტუაციაა. სტაციონარს, აი მაგალითად, ახლა მე მაგალითების ისე კონკრეტულად კლინიკების დასახელება არ მიყვარს, მაგრამ ახლა აქ არ არის პრობლემა. ნიუ ჰოსპიტალი. ნიუ ჰოსპიტალს როგორც სტაციონარულ სისხლის დაწესებულება აქვს აღებული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ამ ტრანსფუზიოლოგიურ საქმიანობას ის დღეს ახორციელებს მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის, მას არანაირი ცალკე, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ფორმა არ აქვს, თავისი სტრუქტურული ერთეულის სახით. მაგრამ ეხა ნახეთ, აი ეხა ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, მაგრამ რადგან საჭირო ახალი კანონი აკეთებს ანუ განსხვავებულ რეგულაციები არის სისხლის დაწესებულებებთან და სისხლის ბანკებთან. ხა ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში სისხლის ბანკებს ვეძახით, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველა არის სისხლის დაწესებულება. სისხლის ბანკი არის ესე იგი სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, რომელიც რეალურად დიდ ფუნქციებს ვერ ახორციელებს, მას უბრალოდ მხოლოდ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ მიიღოს სისხლი პაციენტისგან, დონორისგან ვერც კი აიღებს. მიიღოს, შეინახოს და მერე უკვე გასცეს ტრანსფუზიის მიზნისთვის. ერთადერთი აი თავსებადობის დადგენის შესაძლებლობა აქვს რეციპიენტსა და დონორს შორის, თორე სხვა ვერაფერს ვაკეთებს. ამიტომ ნახეთ, ხვალ უკვე ეს სისხლის ანუ 1 აპრილიდან ნიუ ჰოსპიტალის აი ეს სტრუქტურული ერთეული ვეღარ გააგრძელებს ასე ფუნქციონირებას, ანუ მას უფლება ექნება, რომ მხოლოდ სისხლის ბანკის ფუნქცია შეასრულოს. სისხლის დაწესებულების ფუნქციას, აი რომელიც ამ სრული ციკლის განხორციელებას გულისხმობს, ამას ვეღარ შეძლებს და რადგან ჩვენ არ გვინდა რომ დავკარგოთ ის რესურსი, რაც იქ არის, ამიტომ ის უნდა გამოეღოს ნიუ ჰოსპიტალს, ცალკე ჩამოყალიბდეს IP-ის სახით სისხლის დაწესებულებად და ისე გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც აქამდე აკეთებდა უბრალოდ სხვა სამართლებრივი ფორმით. ამიტომ მაგაც ახალი დაწესებულება არ დაგვემატება, მაგრამ თუ ეს დაწესებულება არ მოინდომებს აი ამ ეტაპის გავლას, მაშინ მოგვაკლდება პირიქით. ეხლა ლიცენზიებს რაც შეეხება, ნახეთ, ახალი სახის ლიცენზია არ შეგოდის. დღეს როგორც არის საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და 23-ვე ფლობს დაწესებულება ამ ლიცენზიას. ლიცენზიის ეს სახე შენარჩუნდება. უბრალოდ ნახეთ, აი 2022 წლის კანონმა, რომელიც ახლა რამდენიმე თვეა ხო, რაც ამოქმედებულია და 1 აპრილიდან უკვე სრულყოფილად უნდა შესულიყო ძალაში. ამ კანონმა შემოიღო ძალიან ბევრი სიახლე. ეს ეხება აი მოსადამხედველობასთან და იმპორტთან დაკავშირებული აი ეს ახალი რეგულაციები, პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ხათ უკვე რომ გადაითარგმნოს, ასე ვთქვათ, სისხლის დაწესებულების საქმიანობის, ანუ ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს ითარგმნება მათთვის სალიცენზიო პირობებში. ანუ ახალი კანონმდებლობის დაკმაყოფილება მოუწევთ სალიცენზიო პირობების უფრო გართულებული და დატვირთული პირობებით. მაგრამ მეც რომ ერთბაშად არ მოხდეს და ძალიან რო არ დაიტვირთონ დაწესებულებები და მართლა ხვალ ისეთი სიტუაცია არ მივიღოთ, რომ 22-ვე ჩამოშორდეს ამ სფეროს და მხოლოდ ცენტრალური სისხლის დაწესებულება დარჩეს. ამისთვის ვამბობთ, რომ მათაც უწევთ შეღავაც. პირველი ეტაპი იქნება აი ესეთი უფრო ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურულ და ეს ნაკლებად დამტვირთველი ნორმების დაკმაყოფილება
კმაყოფილების ვალდებულება, შემდეგ უფრო გართულდება და 30 წლისთვის სრულად იქნებიან ისინი ვალდებული, რომ ამ ახალი კანონმდებლობის მოთხოვნები დაიცვან. რა მიმართება იქნება, აი ბატონო ლადო თქვენ ბრძანეთ, ხო? ჟღერდა უკვე. კი. მარაგების მართვა იქნება განსხვავებული ფუნქცია ფაქტიურად ცენტრალური დაწესებულების დანარჩენებით ჩვეულებრივ გააგრძელებენ ფუნქციონირებას. რაც შეეხება ბატონო ზაზა 1 ივნისს ნახეთ, 1 ივნისი ჩვენ გვაქვს აღებული მხოლოდ იმისთვის, რომ აი იმ შეპესებმა და სააქციო საზოგადოებამ, რომლებმაც ვერ მოასწრეს და იმ სტაციონარების სტრუქტურულმა ერთეულებმა, ისინი გადარეგისტრირდნენ აიპებად. ამისთვის მათ რა უნდა გააკეთონ? უნდა მივიდნენ საჯარო რეესტრში, გადაიხადონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი და შემდეგ უკვე ლიცენზია და ახალი ლიცენზიის აღებაც კი არ ჭირდება, თუნდა განაახლონ ლიცენზია. თუ აქამდე იყო გაცემული შეპესეზე, უნდა აიღონ ახლა IP-ზე ლიცენზია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სრულიად საკმარისია ეს, რომ აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, ხო? შაშამ 1 ოქტომბრამდე ეს მოთხოვნა უნდა შეესრულებინათ. მადლობა. რაც შეეხება თვითონ აი ამ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ეტაპობრივობას, აქ პირველი ვადა გვაქვს ამ წლის 1 ოქტომბერი. მაგრამ როგორც გითხარით, ისეთი დამტვირთველი არ იქნება ახლა ეს პირველი სალიცენზიო პირობები, რომ ვერ მოასწრონ დაწესებულებებმა თუ მოინდომებენ ცხადია. მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის ხალბატონო ერიდა. თქვენის ნებართვით შეკითხვები მეტი აღარ არის და დავაყენებ კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე რომ პირველი მოსმენი ვიღოთ? დიდი მადლობა. გელოდებით სასესიო სტომაზე. ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა. გადავინაცვლოთ დარბაზში.